ახლა ვუყურებდი რადიო თავისუფლების ინტერვიუს ირაკლი ალასანიასთან, საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრთან და საქართველოს ელჩთან ნატოში. რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილ საქმესთან დაკავშირებით, კაბელების საქმესთან დაკავშირებით და მე მივაბამ ბევრს აღარ ვილაპარაკებ ირაკლი ალასანიას ვიდეოს, რომელიც ფაქტობრივად ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის არის ჩვენება. და ეს ძალიან ნათელს ხდის იმ ადამიანებში, ვისაც აზროვნების უნარი შერჩენია და სისტემის მონა და მორჩილი არ არის, როგორ არ დაიცვა ქართულმა ოცნებამ გამიზნულად საქართველოს ცა, რათა წლების განმავლობაში მოსახლეობა შეეშინებინა ომის პროპაგანდით და ეთქვა, რომ ჩვენ დაუცველები ვართ, ჩვენ არაფერს არ წარმოვადგენთ და ამ დროს ხელიდან გამიზნულად გაუშვა ქვეყანას უღალატა და როდესაც მდინარეზე ლაპარაკობს ღალატის პუნქტის ჩამატებაზე კანონში. აი თქვენნაირები, თქვენი წარმომადგენლები უნდა გასამართლდნენ საქართველოს ღალატისთვის, რომ საქართველოს ცა არ დახურეთ, გაგვწირეთ და დღემდე თუ არის ნამდვილად ეს შესაძლებლობა, როგორც ირაკლი ამბობს ამ ვიდეოში და მოისმენთ. ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ოღონდ როდესაც თქვენ მოღალატებს გაგყრით საქართველოდან. მოღალატეები უნდა დაისაჯონ თავიანთივე შემოღებული კანონებით. მე მქონდა შეხვედრა ერთ-ერთ ნატოს მინისტრების შეხვედრაზე საფრანგეთის თავდაცვის მინისტრთან. ლადღიანთა ძალიან ღირსეული და სერიოზული კაცია. და მაშინ ამიხსნა, რომ ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში უნდა და აუცილებელი იყო, რომ ევროპული ძალები წასულიყვნენ სამშვიდობო მისიით, მაგრამ ვერ კრებდა ევროპელებს. და მთხოვა, რომ ხო არ განიხილავდა საქართველოს. მაშინ მონაწილეობას ეს არის ზუსტად გეტყვით 2013 წელი. ხო არ განიხილავდა შესაძლებლობა საქართველოს კონტინგენტი გაეშვა. ბუნებრივია მე საქართველოს ჯარის გაშვება საერთაშორისო მისიებში ესე მარტივად არ უყურებდი, ეს ვიცი რა პასუხისმგებლობაა და უთხარი რომ შეიძლება გაგვეხილა ეს საკითხი, რა თქმა უნდა შევათანხმე შემდეგ უკვე მთავრობასთან, ყველა შესაბამის სტრუქტურასთან, მაგრამ საქართველოს აქედან უნდა მიეღო რაღაცა. მომკითხა რამ შეიძლება გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმაროს. აი საქართველოს აკლია ბევრი რამ თავდაცვის უნარი არის, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ გვინდა საჰაერო თავდაცვა. საქართველოს ცა იყოს დაცული და მათ ფრანგებს ამერიკელების შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო საჰაერო თავდაცვა არის ეგეთი ასტეროს და 10 სისტემა, რომელიცაც იცავენ თვითონ ფრანგები პარიზს და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. დაფიქრდა და მითხრა, რომ შეათანხმებდა იმ დროინდელ პრეზიდენტთან ოლანდი იყო. გავიდა გარკვეული დრო დამირეკა და მითხრა და მთხოვა შეხვედრა ისევ. ამ შეხვედრაზე თქვა, რომ ამის შესაძლებლობა არის. პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება პირველი ევროპული სახელმწიფოსგან ამასთან დაკავშირებით და თუ კი თქვენს თანახმად ხართ რომ მიიღოთ მონაწილეობა, შეიძლება ეს გარიგება შედგეს. ბუნებრივია შეთანხმებული იყო ეს ყველა ჩვენს შესაბამის სტრუქტურასთან, პარლამენტთან, მთავრობის წევრებთან და პრემიერ-მინისტრთანაც. ამას დაჭირდა დაახლოებით 1 წელი, რო გითხრათ თვითონ სისტემა ჩვენი ბიუჯეტური პრობლემებიდან გამომდინარე, იმაზეც წამომყრენ ფრანგები რომ კრედიტით გვაძლევდნენ ამ სისტემას და ჩვენ გადახდა დაახლოებით 7 წლის მერე გვიწევდა. ესე იგი, ეს 2013 წელს, 14 წელს ეს რო დაგვეწყო ეს პროექტი. 21 წლისთვის საქართველოს ცა მთელი ჩვენი კრიტიკული ინფრასტრუქტურა იქნებოდა დაცული. აი ეს არის პრინციპში ისეთი დაცვა, რასაც უკრაინა ითხოვს აგერ უკვე ომის დაწყებიდან მესამე წელია და ჯერ კიდევ არ აქვს. დიახ, ზუსტად. ამ შეთანხმების მიღწევის თუ გახსოვთ თქვენ პრეზიდენტი საფრანგეთის ეწვია საქართველოს, შედგა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა, რომელსაც მე ვესწრებოდი, თავდაცვის მინისტრი და იქ საბოლოოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება გაფორმდა. და შემდეგ ჩაინიშნა დღე, როდესაც უნდა ჩავსულიყავ, შევხედროდი ამ სამხედრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს და გაგვეფორმებინა შეთანხმება. და ზუსტად წინა დღით, თუ არ ვცდები იყო სადღაც ნოემბერი 14 წლის და მაგზარი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირზე გადადა და მთხოვდა, რომ იქნებ თავი შემეკავებინა ხელმოწერისთვის. პირველი, ჯერ ერთი ეს ჩვენი იმიჯისთვის იქნებოდა ძალიან დიდი დარტყმა, რომ ყველასთან შეთანხმებული შეთანხმებაზე უარი მეთქვა მე თვითონ, რომელიც ვითხოვდი ამ შეერაგებას უარი მეთქვა.
მეორე ისიც უთხარი, რომ ყველასთან შეთანხმებულია და ვინ დარჩა გადაწყვეტილების მიმღები, რომელიც შენ გთხოვს, რომ მე არ მოვაწერო ხელი, ამიტომ უარი უთხარი. ეს არ გითხრეს ვინ ითხოვდა? ჩვენ, ეს პრემიერ-მინისტრი ითხოვდა, მაშინ ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი, ბუნებრივია, იგულისხმებოდა, რომ ამას ითხოვდა ივანიშვილი. მე უარი უთხარი. ივანიშვილმა იცოდა ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა იცოდა. იმიტომ რომ ფორმალურად ამ დროს მეგონი აღარ იყო. კი, მაგრამ მე ეხლა ზუსტად არ მახსოვს ღარიბაშვილისთვის ნაკითხი მქონდა შეათანხმე თუ არა, მაგრამ ხელმძღვანელობდი ლეგალურად მიღებული გადაწყვეტილებებით. მეორე დღის 5 საათზე თუ 6 საათზე, ვიდრე იქ გათენდებოდა პარიზში, დააკავეს ეს 5 უდანაშაულო აბსოლუტურად თანამშრომელი თავდაცვის სამინისტროსი, რომ ჩემზე ზეწოლა ყოფილიყო, რომ მე არ მომეწერა ხელი. მე რო ხელი არ მომეწერა შეთანხმაზე, იქნებოდა ყველაფრის ღალატი, ამ ბიჭების ღალატი, ჩვენი ღირსების ღალატის, თავდაცვის უნარიანობისთვის ამ ხელა შესაძლებლობის შეძენის ღალატის და ამიტომ მე მაინც მოვაწერე ხელი, მაგრამ უკვე ვიცოდი, რომ პრაქტიკულად მე უნდა წავსულიყავი თავრობიდან. შემდეგ ჩემი ჩამოსვლის შემდეგ მაინც ეს ხელმოწერილი შეთანხმება სხვათა შორის და მემორანდუმი, რასაც მე შეთანხმება უნდა მოყოლო და დღესაც ძალაშია, იმიტომ რომ შემდეგ უკვე ეს თავდაცვის მინისტრი გახდა საგარეო საქმეთა მინისტრი და ერთ-ერთ ფორუმზე შევხვდი და მითხრა, რომ ჩვენი შეთანხმება ისევ ძალაშია, თუკი საქართველოს უნდა, რომ ეს განხორციელდეს. ანუ ფანჯარა დატოვებულია, დღესაც შეუძლია საქართველოს, რომ ამ კუთხით მიიღოს დააკაკუდოს ამ კარზე. რა თქმა უნდა. მე ხა მინდა აგიხსნათ რა დავკარგეთ ამით. ჯერ ერთ-ერთი, როდესაც თავდაცვის ჩვენს შესაძლებლობებს სწავლობ, ეს უკვე მე მგონი სამხედროც აღარ გჭირდება რომ იყო, რომ როდესაც ჰაერი დაცული გაქვს თავდაცვის უნარიანობისთვის. შენ ძალებს, შენ შეერაღებულ ძალებს აქვს მეტი შესაძლებლობა და მით უმეტეს ჩვენი რელიეფის გამოყენებით, რომ შემაკავებელი ფაქტორი კონდეს საგარეო აგრესიისგან. თავი დავარებოთ რუსეთს, ჯერ ჩვენს რეგიონშიც, ჩვენს მეზობლებშიც შენ უნდა კონდეს ისეთი თავდაცვა, რომ ყველა მიცოდეს, რომ შენზე ხელაღებით აგრესიით წამოსვლა ძალიან ძვირი დაუჯდება. და ეს რა თქმა უნდა შენ ჯარსაც აძლევს ძალიან დიდ სტიმულს, როდესაც ჰაერი დაცულია, რომ დაიცვა საკუთარი ქვეყანა. ამიტომ ეს იყო ჩემი აზრით უპატიებელი შეცდომა, რომელიც იმ დროინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა და დღეს, აი 2021 წლისთვის ეს სისტემა იქნებოდა საქართველოში გამართული და ჩვენ თავდაცვის უნარიანობა და უსაფრთხოება ბევრად უფრო დაცული და ამას ხო ეკონომიკაც ებებს, ამას ხო ბიზნესზე, როდესაც იციან რომ ქვეყანა დაცულია, როდესაც ქვეყანას პატივს სცემენ, იქ ბიზნესიც უფრო სტაბილურად ვითარდება. ამიტომ ამაზე ყველაფერი ბევრი რამეა მიმული. ჩემი აზრით და სწორედ ეს იყო ის მიზეზი, რომლითაც რატომაც დაიჭირეს ეს 5 უდანაშაულო ადამიანი. ჯერ ერთ რომ გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პრაქტიკულად ყველა ასპექტი დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნის, ანუ სარჩელის. ხაზი მინდა გაუსვა, რამდენად დიდი პატრიოტები არიან ეს ადამიანები, რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ ფინანსურ კომპენსაციას სახელმწიფოს არ მოვთხოვდით. იმიტომ ჩვენთვის თავარი იყო ის კი არა, რომ ფული ხო, ფული მიგვეღო სახელმწიფოსგან, იმიტომ ვიცოდით რომ